მესამე დამანგრეველი სტიქია ბოლო ერთი თვის განმავლობაში კახეთში სახლები ისევ სახურავების გარეშე დარჩა. დაიწყო სარდაფები, განადგურდა მოსავალი და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. მთელი ღამის განმავლობაში მაშველები სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას ცდილობდნენ. გამთენისას გურჯაანში თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფი გადაისროლეს. ჯარისკაცები ხალხს აღდგენით სამუშაოებში ეხმარებიან. განსაკუთრებით რთულია ვითარება გურჯაანის რაიონში, სადაც კერძო სახლების გარდა ქარმა სახურავები მრავალ სართულიან კორპუსებსაც გადახადა. გუშინდელი სტიქია ბევრად უფრო სუსტი იყო ვიდრე 19 მაისის, თუმცა რეგიონის ზარალის გარეშე ვერც ამჯერად გადარჩა. კახეთში უკვე შეიქმნა სპეციალური შტაბი, რომელიც დილიდან დაზარალებულების რეგისტრაციას ახდენს. და რა ხდება დილიდან სტიქიის ზონაში? ლევან ჩოგოშვილი მუშაობს გურჯაანში, სახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ლევან, სულ რამდენი სახლია დაზიანებული სტიქიის შედეგად? კახეთი ისევ ებრძვის სტიქიის შედეგებს. ჩვენ ამჯერად ვიმყოფებით გურჯაანში, სადაც სტიქიის შედეგად, როგორც გამგეობაში აცხადებენ, 100-მდე კერძო სახლი დარჩა სახურავის გარეშე, ასევე სახურავი აღარ აქვს 10-მდე საცხოვრებელ კორპუსს. ძლიერი ქარის, სეტყვისა და წვიმის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც გურჯაანს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება. სტიქიის შედეგად დაზიანდა ქალაქ გურჯაანი, სოფელი ჩუმლაყი და სოფელი ახაშენი. ძირითადი ზიანი მიადგა სახლების სახურავებს, დაახლოებით 100-მდე კერძო სახლსა და დაახლოებით 10-მდე კორპუსი არის სახლის სახურავები დაზიანებული, ზოგი ნაწილობრივ, ზოგი მთლიანად. დაზიანებული ასევე ელექტროსადენების ბოძები, თვითონ სადენები არის დაწყვეტილი. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, რომელსაც ასევე სადენების დაზიანება გამოიწვია. და შემიძლია გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის ვითარება არის დასტაბილურებული. გამთენიიდან უკვე ჩვენი ჯგუფები მოძრაობენ ხალხს, რომ დაადგინონ ზუსტად მოყენებული ზიანი, თუ რა დაგვიზიანდა და რა არის პირველ რიგში გასაკეთებელი. გარაჟი ჩამამინგრია, აქ ავცხოვრობ, ნახევარი გვერდი ჩამონგრეულია. წუხელი გული გამისწავიღავი, აგ ჩამოვარდა. მეტი ზიანი რაღა, 12 წელი აქ ავცხოვრობნე. ცოტა გადავრჩი, ცოტა რომ არ მოუკვდე. ქარბუთი დროს დაზიანდა ყველაფერი, კრამიტიცა და ისა კიდე და შიგნით სულ წყალი ჩამოდი, როგორც გარეთ აწვიმს, ისე შიგნით აწვიმს. კახეთის გუშინდელი სტიქია საღამოს 8 საათზე დაატყდა თავს. სტიქიიდან მალევე აქ ჩამოვიდა თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბატალიონი. ისინი ამ წუთებში ეხმარებიან მოსახლეობას, მათ დილის 6 საათიდან დაიწყეს მუშაობა და დარჩებიან აქ კახეთში, მანამ სანამ სტიქიის შედეგად სალიკვიდაციო სამუშაოებს ბოლომდე არ დაასრულებენ. ასევე რეგიონში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, დღეს იმყოფებოდა საგარეჯოს რაიონში და დაზარალებულებს ისպես პირადად შეხვდა. ხა აპრობირებული სქემით, რომელიც წინა სტიქიის დროს გამოიყენა მთავრობამ, ხდება მოსახლეობისათვის პირველადი დახმარების აღმოჩენა, საჯარის ნაწილები დღეს ახორციელებენ ქუჩების და გზების გაწმენდას, ასევე ენერგეტიკოსების ბრიგადები უკვე ჩამოსული არიან და მიმდინარეობს აღდგენითი პროცესი და უკვე დღის ბოლოსთვის კონკრეტული შედეგები გვექნება. ასევე მიმდინარეობს ხა კომისიები სწავლობენ ზარალს, გადახდილი სახურავების აღწერა მიმდინარეობს, ასევე დასეტყვილი ვენახების აღწერა, რაც მოგცემს საშუალებას უკვე დღეიდანვე სამშენებლები ჩავრთოთ და ბრიგადები მოეხმაროთ მოსახლეობას, რაც შეეხება დასეტყვილ ვენახებთან მიმართებაში, ჩამოყალიბდებით თუ რა სახით მოხდება გლეხებისათვის დახმარების გაწევა. ნახულობთ რამხელა არის ზიანი, რა ზიანი მიადგა ამ შემთხვევაში საგარეჯოს რაიონის რამდენიმე სოფელს და გვინდა დავინახოთ რა ტიპის დახმარება დაჭირდება თითოეულ ოჯახს, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ მართალია სულ რამდენიმეა, მაგრამ როდესაც სახლს მიადგა დაზიანება, ძირითადი დაზიანებები არის უკვე მოსავალზე, რომელიც პრაქტიკულად დასაკრეფად გამზადებული ყურძენი გააფუჭა და ეხლა ჩვენ თავი ამოცანა არის, რომ ამ ხალხს დავეხმაროთ და არ დაკარგონ იმედი, ძალიან იმედიანად უნდა შეხედონ, იმიტომ რომ გავართ აქ და ჩვენ ხალხს აუცილებლად ყველანაირად დავეხმარებით საიმისოთ, რომ ეზამთარიც გაიტანონ და მომავალი წლისთვის ისევ მიხედონ ვენახს და მოსავალს. მე შეგახსენებთ, რომ კახეთს მსგავსი და გაცილებით ძლიერი სტიქია ცოტა ხნის წინ ივლისის თვეშიც დაატყდა თავს, თუმცა აქ ამბობენ, რომ ეს სტიქია, რომელიც გუშინ დაატყდა რეგიონს თავს, იყო გაცილებით სუსტი, თუმცა მან გარკვეული მძიმე შედეგები მაინც მიაყენა რეგიონს. სწორედ ამისათვის და ამ ზიანის დათვლისათვის მუშაობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური თანამშრომლები ადგილზე და ისინი სწავლობენ ვითარებას და ითვლიან ზარალს. რეგიონში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება და სავარაუდოდ ის დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ეს იყო პირდაპირ ჩართვა კახეთიდან და ლევან ჩუგოშვილის სტიქია საქართველოს